საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე. საქართველოს ხელისუფლებას ციცრუის წინააღმდეგ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მძიმე ბრალდებებს ქართული ოცნება სამართლებრივი დავით პასუხობს. ევროკავშირის მმართველი ელიტის ორმაგი სტანდარტი ემანუელ მაკრონის შემდეგ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე გერმანიის კანცლერი ალაპარაკდა. მყინვარული ხეობების მასშტაბური კვლევა შედეგები შვაიცარიელმა ექსპერტმა პრემიერ-მინისტრს გააცნო. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმე და 15 ბრალდებულის პროცესი საქალაქო სასამართლოში. სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, მათ შორის 3 გოგონა დააკავეს. ტურისტების რეკორდული და ისტორიული რაოდენობა, შედეგები და სამომავლო პერსპექტივები. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი კანონის უზენაესობით და ევროპის საუკეთესო 20-ში კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით. ეს საქართველოს შესახებ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის ანგარიშია, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების გამოავლინა, პირველ ადგილზე უკრაინა, მეორეზე კი მოლდოვაა. შესაბამისად, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ევროკავშირის ხელმძღვანელობა, როდესაც ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს საქართველოზე წინაყენებს. აღნიშნული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ევროკავშირის მმართველი ელიტის პოლიტიკურად მოტივირებულ პოზიციას ამხელს. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები ბევრჯერ ვნახეთ, თუმცა ოფიციალური ანგარიშები ეს ის შემთხვევაა, როდესაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები მათივე სტრუქტურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშების აღიარებასაც კი გაურბიან. საბოლოო ჯამში ამას მარტივად შეიძლება ვუწოდოთ რეალობაზე თვალის დახუჭვა, რადგან ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით ემუქრებიან, მაშინ როდესაც სწორედ ევროპელი მკვლევარები ამბობენ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. რასაც ევრობიუროკრატია მიზანმიმართულად არ აღიარებს, ვერ მალავს მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი. ორგანიზაცია, რომლის სათავო ოფისიც შეერთებულ შტატებში მდებარეობს.